1999 წელი 28 აგვისტო მაშინ როდესაც ქართველი ერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავდა ევანგელისტებისა და 50-იანელთა სექტები გაერთიანდნენ და სურდათ რომ ნაზალადევის რაიონის კულტურის სახლში 3 დღის განმავლობაში ეკადაგათ თავიანთი სრულწმენა. ისინი 2 კვირის განმავლობაში თბილისის მოსახლეობას ურიგებდნენ მოსაწვევ ბარათებს და იწვევდნენ ვითომდაც სალოცავად თავიანთ თავყრილობაზე. ფსალმუში წერიაო რომ დავითი ფაშისტი დაგიდო და მოდი ჩვენ არა მე მაგეუბნებით რომ დაიწიეთ ხელზე მაგრამ 28 აგვისტოს საღამოს 5 საათისათვის იწყებენ შეკრებას სატანური სექტის წარმომადგენლები. გამიგეთ ეს სახურება უკვე დანიშნულია მოხოვიდით თქვენა და მე გეუბნები რომ არ ჩატარდეს მე გეუბნები ქუშინად გიხდეთ თქვენს არ ჩატარდეს ვალეც არ ჩატარდეს არ ჩატება კიდევ სახშაიდან არა მაშინ ეგრე წადის სტადიონზე თუ გართობა გინდა არა სახში არა მე ველოდები როცა შევალ ვერ შევალ ხო და დავალ სახში მათ მოწეული ჰყავდათ კიევიდან 50-იანელთა სექტის ერთ-ერთი ლიდერი. აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებიდან შავკანიანი სექტანტები. ალბათონო ეხლა შენ გადახმის კითხვას თავი დაანებე გაწევ შენ გადი რა იქ ბოლოს ვიქით გავიგითხავი ითხარი რა შეად მამამ ბასილის როლმა დამარბია თუ მილიციამ დამარბია ეს უნდა ვიცოდი არა რომელი გაწყო არა ნახმევა არ Ai,
მართლმადიდებელმა ეპარქიამ, რომელიც საქართველოში მკაცრად იცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამჯერადაც გაელაშქრა სულიწმიდის მგმობელი სექტის წინააღმდეგ. მამა ბასილი 300 მორწმუნის თანხლებით მივიდა სექტანტების თავშეყრის ადგილას. ამ ხილამათი მწვალებლური მოქმედება შემდეგ კი მთლიანად გაათავისუფლა ის ადგილი და არ მისცა მათ საშუალება ჩაეტანებინათ თავიანთი მკრეხელური რიტუალები. თუმცა ყოველივე ამას დიდი ბრძოლა დასჭირდა. პირდაპირ ვიტყვი რომ ილია მეორე დღეს მყარია საქართველოს მოსახლეობისათვის, ამიტომ ჩვენ ავიღეთ გლდანის მართლმადიდებელმა ეპარქიამ და გავჩნდებით იმ ადგილას, სადაც საფრთხე შეექმნება მართლმადიდებელი სარწმუნოებაზე. დღეს ამ ადგილას შეექმნება ქრისტეს საწინააღმდეგო ქადაგებას. ჩვენ ახალ სულიწმიდის მომელები. საერთოდ შეეშვიდეთ ხალხს მოაწყვეთ, რომელშიც ის მოწოდებები სადა მასშტაბი. ჩვენ პირადად და მოწვეული ყავდათ დაახლოებით მილიონი ადამიანი და 50 კაცია და არ მოგივიდათ. როცა მოხდება უნდა გაცემული, რომ შვიდობიანად დაეშალათ ესენი. მაგრამ ვინაიდან მათ გაუწიათ წინააღმდეგობა ჩვენ ვალდებული ვართ ქრისტეს სარწმუნოებასა კი არაფის აღმოჩენაში. 1999 წელი 29 აგვისტო ევანგელისტები და 50-იანელები კვლავ აპირებდნენ მორიგ შეკრებას. ამ დროს ღიაცის ქვეშ მოქმედ გლდანის დევნილ ეკლესიაში წირვა მიმდინარეობდა. გლდანის ეპარქიიდან წარგზავნილი 15 მართლმადიდებელი მორწმუნე სექტანტებს თავშეყრის ადგილას უკვე ელოდა, რათა მათი შეკრება არ დაეშვათ. Who